პოლიცია ბრძანდებით და რატო ყარაულობთ იმ ხალხს? გვარი და სახელი ვერ გეტყვით. სამსახური მითხარით საიდან ვერ გეტყვით. ვითხოვთ სამუშაოს აქ რომელიც მიმდინარეობს კემპი ქვია ამას და პიესჭორია ზევით საკაც სადგურ რომელზეც არც ერთი ადგილობრივი არ არის დასაქმებული დღეისდღეობით და ვითხოვთ მუდმივ სამსახურზე. თუ არის 20 ლარიანი რაღაცა გამოჩნდება, ემაზე მარტო აყავთ ადგილობრივი. თუ 10 და 20 ლარს ზევით ადგილობრივს არ აკარებენ. და 2 დღეა გაჩერებული ვართ ახლა და ვითხოვთ სამუშაოს, რომელიც არის საშუალება დაგვასაქმო ხალხი აქ, ადგილობრივები ვართ, აქ ცხოვრობთ 100 მეტროში და ჩამოყვანილი ყავთ აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან რაღაცა ისეთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, რაც შეგვიძლია, იმას არ ვითხოვთ. რაც შეგვიძლია, ვითხოვთ იმ სამსახურს და სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ სამართალს. ამდენი წელიწადია და ახლა ამჟამად ვცდილობთ, რომ მე მგონი გამოგვივა რაღაცა. ჩვენი წარმომადგენლები შესულები არიან და ველოდებით პასუხს. განსაკუთრებული მდგომარეობა არის ამ სოფელში, ჩემო ბატონო. იმიტომ რომ საქაჩი სადგური სულ 2 არის საქართველოს. ერთ-ერთი საქაჩი სადგური მდებარეობს ჩვენგან კილომეტრის მანძილზე, ზუსტად ზემოდან გადმოყურებს ეს საქაჩი სადგური, რომელიც გამოყოფს არა მარტო გამონაბოლქვებს, თუ საუბედუროდ მაგალითად მიწისძვრა იქნება, პირველი საშიშროება ან ნავთობის გაჟონვა მოხდა, ან და რაიმე ავარიული სიტუაცია მოხდა, ამ შემთხვევაში პირველი განწირული ჩვენ ვართ. სოფელი ჭივჭავი იმდენად ახლოში არის. და ამდენად მოსახლეობა ამდენი წელი ესე იგი არც ერთი პიროვნება ამ კემპზე არ არის დასაქმებული და ზევით არ არის დასაქმებული და ვითხოვთ რამდენიმე წელია მოსახლეობა ამას. მე ახლა რა გავაკეთებ ჩვენ წარმომადგენლებთან ერთად დავჯექით და ის რაც პრინციპში გუშინაც თქვით რომ ის პრეტენზია თქვენ რაც გაქვთ და შესასწაულია და ბუნებრივია იმას ჭირდებოდა ჩამოყალიბება საკითხები ეს ზუსტად ახლა რაც წერია იქ ყველაფერი ჩამოვწერეთ რასაც ვითხოვ და როგორც გითხარით ამას აჭირდება განხილვა დრო კი ბატონო მე სანამ წამოვიდოდი დაახლოებით რა თქმა უნდა ვიცოდი გუშინდელის ასე ვთქვათ შეხვედრის შემდეგ რა საკითხები იყო, მაგრამ დეტალები მატლდა და დაახლოებით 1 კვირა გვინდა, 1 კვირა, თუმცა მე საკონტაქტოს ეგ გამოვართვი და თუ რაიმე ცვლილება იქნება, ან 1 დღით ცოტა მეტი ან აუცილებლად წინასწარ შეგატყობინებთ და თქვენ მიცოდეთ როდის მივიღოთ პასუხს. ისა ხო ისმენთ არა ახლა შემოგიულეთ. ეხლა რა არის უბრალოდ ეს 1 კვირას ითხოვენ დროს. 1 კვირის განმავლობაში არ ვაწუხებთ, ჩვენ არც ამ ხალხს ვაწუხებთ და არც ამათ. ოღონდ 1 კვირის მერე შევაწუხებია საერთოდ. შეიძლება. გააჩნია მდგომარეობა. თუ გადაწყდა დადებითი ის რაცა მოთხოვნა, არავის არ ვაწუხებთ. თუ არა და 1 კვირის მერე კიდევ დავუდგებით. თუ დამატებით იქნება შეხვედრა საჭირო რომ რაღაც გაუგებარი იქნება, ამაზე ბუნებრივია არ დაგზარდებით, ჩამოვალ და კიდე განმარტებას დავშოთ დამატებით მოგცემთ, დანარჩენი ნუ ესე. და თქონა ბუნებრივია არის რომ თუ არ განიხილება საკითხი მე ისევ გავაგზავნე. საკითხი ყველა საკითხი განიხილება, მაგრამ დადებითად ამაყობილებელი იქნება ეს პასუხი თქვენთვის ეს თქვენი გადასაწყობია. დასაქმება არის აქ ყველა ეხება დასაქმებას და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გავითვალისწინოთ, მაგრამ ეს არის ჩვენთან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კომპანია, აქ არის კონტრაქტორები, რომლებიც აკავებული არიან და შესაბამისად მათთან იქნება სამუშაო, რომ ეს ჩვენ მათი პრეტენზიებიც გავაცნოთ და ასევე მოთხოვნები წავუყენოთ მათ, რომ მაქსიმალურად იქნეს ადგილობრივი ინტერესები გათვალისწინებული, სადაც ეს შესაძლებელია და კვალიფიკაცია ეძლევა ამის საშუალებას და შემდეგ. მოდით რომ ოჯახებს ვერ ვარჩენთ. მაშინ, როდესაც უახლოესი დასახლება არის ჩვენი სოფელი ამ ადგილიდან, მუშაობს სულ სხვა, რომლებთანაც ჩვენ პიროვნული პრეტენზიები არ გაგვაჩნია, მაგრამ სამართლიანობას ვითხოვთ. აქ ცხოვრობთ და ვერ ვსარგებლობთ. ეგ არის მთელი ჩვენი პრობლემა.